სურს თუ არა მას თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება. ვნახოთ, ნამდვილად სურს. თქვენს მამაკაც თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი გრძნობები, დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ და უნდა რომ რაც შეიძლება სწრაფად, მოულოდნელად მოვიდეს თქვენთან დიდი ცვლილებები. თუ არ ჩანს ახლა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოჩნდეს და უნდა თქვენთან ერთად ბედნიერი მომავალი, რადგან ძალიან დიდი გრძნობა აქვს ამ ადამიანს და აი ამ გამოჩენით უნდა რომ მოიტანოს ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი სიხარული, ბედნიერება, დასრულდეს ეს მარტოობა, რაც არის ახლა თქვენს ურთიერთობაში. ეს ადამიანი ძალიან მარტოდ გრძნობს თავს, უნდა რომ ისევ იყოს წარმატებული ამ ურთიერთობაში, რომ გაგრძელდეს ბედნიერად ეს ურთიერთობა, უნდა რომ იმოქმედოს, თუ აქამდე არ მოქმედებდა და არაფერს აკეთებდა, რაღაც ახალი შემოგთავაზოთ. აი ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა. აი თქვენთან ურთიერთობამ ამ ადამიანის ცხოვრებაში გამოიწვია ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ანუ ძალიან ბევრი ცვლილებები, ბევრი რამ იცვლება ამ ადამიანის ცხოვრებაში და შესაძლოა ეს ადამიანი არ ელოდა, რომ აი თქვენ შეიტანდით ამხელა ცვლილებებს და ამხელა ტრანსფორმაციას მის ცხოვრებაში და უნდა დაასრულოს ის, რაც აღარ არის საჭირო ამ ურთიერთობაში, რაც აღარ სურს მას, დატოვოს აი თავისი დიდი გრძნობა, რაც არის ამ ურთიერთობაში და დაიწყოს ყველაფერი ახლიდან. მოვიდეს უნდა თქვენთან მოსვლა, ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, ძალიან ბევრს უნდა თქვენთან მოსვლა, ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა, ძალიან მოჯაჭვულია თქვენზე, აი უნდა ქმედება და შესაძლოა მაღალ ძალებსაც თხოვს ეს ადამიანი, რომ დახმარებას თხოვს, უნდა რომ აი სრულიად შეიცვალოს თქვენი ბედი და თუ ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ იღებდა და მხოლოდ თავის ემოციებზე ფიქრობდა ამ ურთიერთობაში, თავის კომფორტზე ფიქრობდა და არ იღებდა, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას და სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამდა ამ ურთიერთობაში, აი ეს უნდა დასრულდეს და სრულიად ახალი ეტაპი გაიხსნას თქვენს ურთიერთობაში. თუ თქვენ იყავით, ასე ვთქვათ, იდუმალი ქალი მის ცხოვრებაში და არ გაჩენდათ, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და აქ ძალიან დიდი სიყვარულია და ეს ურთიერთობა უნდა გადავიდეს უკვე ახალ ეტაპზე და გახდეს ოფიციალური ურთიერთობა, რადგან აქ თქვენ შორის ძალიან დიდი კავშირია, ძალიან დიდი სიყვარულია და ეს ურთიერთობა უკვე უნდა შეიცვალოს და ახალ ეტაპზე გადავიდეს, ანუ უკვე გახდეს სერიოზული ოფიციალური ურთიერთობა.